მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს არის 8 ოქტომბერი, გამოვიდით მე და მესი. ანუ დღეს მხურავ წყერზე ნადირობის სეზონს. მივდივარ ხვალ საზღვარგარეთ, სამუშაოდ, კერძოდ გერმანიაში და სადღაც დაახლოებით 25 დეკემბრამდე ვერ შევძრებ ჩამოსვლას. 25 დეკემბერს ჩამოსვლაზე აუცილებლად მეორე დღეს თუ ცუდი ამინდები არ იქნება გავვალთ მე და მესი ტყის ხატამზე სანადიროდ და უცებად შემოგსავაზებთ ლამაზ კადრებს ტყის ხატამზე ნადირობისა. დღეს ვიმყოფები მარტო იმ ადგილებში, სადაც მე დავდივარ და იმედია ნადირობის ხალხმერთი განმოხედავს და რამე შეხვდება რა სეზონის დახურვაზე. რაღაცას მაინც ავიყვანთ რა. მთავარი არ არის ლიმიტის შესრულება, მთავარია პროცესი, ლამაზი ნაბოლები და ამას აუცილებლად შემოგთავაზებს მესის უკვე შესვლა უნდა. მესი წავიდეთ, აბა წავედით და თუ მოგეწონებათ ჩვენი ვიდეოები, გამოიწერეთ ჩემი ოთუბარხი და არინანებთ. აი ნაბოლიც, ამას ავიყვანთ ახლა. ეს მაინც არ იქნება კურდღელი. მიდიება მიდი შევუყოცხი თქვა ახლა ეს რაღაცა წასვასაც ვაპირებ რა სახში რა. ასნაირად ესე ვაზრ მოვდივარ და აგერ მესიმ გააკეთა ნაბოლი, ანუ რაღაც ციპოა მის. მიდი ნახევა. ეს მაინც ავიყვანოთ ეს. და ნახე მის. იცი? მიდი. მიბიჯო ახლა თქვა ახაც არაფერი არ არისო რა, ორი ნაბული ხონდა დღეს. რაფერი არ ახსინდა რა. იმის დღეს ახტება. ნახეთ მეფის. ნახე. მიდი ეცი. წამ. მიდი ეცი. ნახე. სად დაარბის ბიჭო, რას დაარბის? დღეს ვიარეთ მის დაახლოებით 3 საათი მაინც და ეს 3 ნაბოლი გააკეთა მისი. ესეთი არაფერი არ აფინდა და ჩემი აზრით მზიანი ამინდია. მშვიდობა, სროლები არ არის და კურდღლები იყვნენ გამოსული, ითფობდნენ ზეზე და მესი მე გამოეკიდა ერთს მეორეს.
დღეზე ჩვენ არც ნადირობ, ისე ერთი ყავს, რაც ნადირობთ მე და მესი. 7 წელია უკვე მესი და მესი თან ნადირობ და ერთხელ ავიყვანე. მესის გამოგდებული ყურდღინია, ასე რომ გადავწყვიტე რაღაც ერთი საათი დავუთო დღის ხათამზე ნადირობასა, მე და მესი შევალთ. ერთ კონკრეტულ ადგილს მოვინახულებთ. მესი ხვდება უკვე რაზეც ვართ შემოსული, გადართო თავისი კანალი დღის ხათამზე და ერთი ის არის ამ წყალზე ვიყავი გამოსული და ზარი არ წამომირი, ასე რომ მესი ნაბოზე რო დადგეს ძნელი იქნება ავიღოთ ნაბოზე არის თუ არა. მესი დამელოდე მესი კაცო მეცა მიცის ახალსად დანახოს ხათამი. ეგი რა იყო მესი? ბიჭო რაღაც კვალიცი ტყობა რა ხათმის და აი აქედან აფრინდა ეხა ხათა. მესიც ახაც პროექტ აუჯო ახაიცი სადა ხათამი ხულიდან დაჟდომა და აი ასე გაგვიფრინდა ხათ. მოვჩით მე და მესინადი ეს ავაფრინეთ ეს ხათამია წელზე ვიყავ შესული მესიმ სამი ნაბული გააკეთა, რავი, სამიდან არც ერთი არაფერი და არაფერი. მე მესი გამოეკიდა ჩემი ვარაუდით იყვნენ ბურთლები გამოსული იარენ მზეზე ფიცხებოდნენ. შემდეგ გადავწყვიტე ცოტა ერთი ორი მონაკვეთი მენახა, სადაც პირველი ჩამოსული ხათამი უფრო მეტად გვიფრინდება. მივედით იმ ადგილზე, სანამ მივახლოვდებოდი ვიდეოშიც მესიმის სახე ხათამი სადაც უნდა აფრინოს და ეშქარება მეხია. მივიდა მესიმა, მეორე მხრიდან გამოფრინდა ხათამი და თვალი მოვკარი და ვერც მოახერხე თოფის აწევა, ისე გავიდა რა. ანუ უხმოდ აფრინდა და თავიდან ესე იცის ახალი ჩამოსული ხათამი, ეთი პატარა რაღაცა ხმაურზეც ეგრევე ფრინდება რა, ღია ადგილზე იჯდა არაფერი. იმას ამოსწორებდა რომ ხმას გამოესწრო, ხმით რომ აფრენილიყო, უფრო სვანაიერი სიტუაცია გვექნებოდა, შეიძლება მოგვესწრო კიდეს გასწროლა, მაგრამ ბოლო მომენტში რომ გამოვიდა და პატარა მონაკვეთი მქონდა გასასვლელად, სადღაც 14 მეტრი სივრცე, სადაც შეიძლებოდა გასწროლა. მე ხეს მიეფარა და არც მინახია. შემდეგ მესი ადგილებში გავიყვანე, საითაც გაფრინდა და ერთი მომენტი რაღაცნაირად მე მიყურებდა, სავარაუდოდ იქ იყო დამჯდარი ხათამი და ისე ვაფრინდა რა. მესი ზევით ავიდა ხორაგზე, გადაიხედა, იქით ცოტა გაიარ გამოიარა, მაგრამ აქეთ წამოვიდა, დაუძახე აზრი არ ხონდა იმ ხათმის დევნას.
ასე რომ თუ მოგეწონება ჩვენი ვიდეოები, აუცილებლად დაგიბრუნდებით დეკემბრის თვეში რა. პაუზა გვიწევს მეგობრებო, პაუზა. მივდივარ სამუშაოდ საზღვარგარეთ, ასე რომ დროებით მესისას ტოვებ სახში და მეც დროებით არ ვიქნები საქართველოში. აბა, დროებით მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე. წარმატებები ყველას. იმედია ბევრ დღის ხათამს მოინადირებთ. იხვიც იქნება ჩვენ ჩამოსვლამდე აუცილებლად. იმედია ბრაკონიერობა არ იქნება და დღის ხათამს არ გაჟდიტავთ ფანრით. ინადირეთ ძალით, ამაზე უფრო ექსტრემალური და ამაზე უფრო მეტი ადრენალინი არ აქვს არანაირად დღის ხათამს ფანრით როცა ძინავს მიუნათებთ ფანარს და 100-დან 100 შეიძლება აიყვანოთ, აბა ესეთები ვინც ხართ გადით ძალებით ინადირეთ და თუ შეძლებთ 5-დან 10-დან 10 აყვანას. შანსი არ გაქვთ იმე. საწყნად არ ვამბობ, უბრალოდ არ ვიბრაკონიეროთ, აბა დროებით.